ცხადია queer ჯგუფი საქართველოში არ არის ჰომოგენური, თუმცა როდესაც საუბრობთ queer ჯგუფის სოციალურ-ეკონომიკურ გარიყულობაზე, თანდევი არის ისეთი პრობლემები, როგორც არის ბარიერები განათლებაზე ხალხმისაწვდომობის მიმართულებით, ბარიერები ჯანდაცვის ელემენტარულ სერვისებზე წვდომის მიმართულებით, ვინაიდან სამწუხაროდ ამ თვალსაზრისითაც ხშირი არის დისკრიმინაციის და სამედიცინო ეთიკის დარღვევის შემთხვევები და ადამიანებს ხშირად სწორედ ამ მიზეზების გამოც უწევთ ხოლმე რომ დატოვონ ქვეყანა და ასევე დასაქმებაზე და ადეკვატურ შემოსავალზე ხელმისაწვდომობა, ვინაიდან queer ადამიანების უმეტესი ნაწილი საქართველოში დასაქმებული არის სერვისის ინდუსტრიაში, რომელიც ხშირად ხასიათდება დაბალი ანაზღაურებით, არასტაბილურობით და დაურეგულირებელი, არასათანადოდ რეგულირებული, უბრალოდ შრომის პირობებით. ეს სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის ჯაჭვი, რომელსაც თანსდევს მუდმივად ეს უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა დარღვევის მაღალი ხარისხი, განაპირობებს queer მიგრაციის გახშირებულ ტენდენციას. თუმცა ბოლო პერიოდში ეს შემაშფოთებლად გაზრდილი ტემპები მიგრაციის დაკავშირებული არის ასევე პოლიტიკური და ინსტიტუციური ჰომოფობიის რადიკალიზებასთან, რომელიც წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტად მძლავრი ხდება და განსაკუთრებით 2023 წლიდან შეიძლება მოინიშნოს ამ ყველაფრის განსაკუთრებით ხილული და ოფიციალური ფორმატი, რაც დაგვირგვინდა ანტი-LGBT კანონმდებლობის მიღებით საქართველოში.